გამარჯობათ. რასაც ეხლა თქვენ ეკრანზე ხედავთ, ეს არის შავი ჯარისკაცის 4 დღის ლავრები. მატლები შეიძლება ითქვას. შავი ჯარისკაცი უკვე საქართველოშია, შედარებით თბილ რეგიონებში. შეიძლება მათი მოპოვება, ეს ლაპარაკი არის აჭარისა და გურიის დაბლობში, სადაც ისინი ერთეულები უკვე გამოჩნდნენ. შავი ჯარისკაცი მთელ საქართველოში ვერ გამოჩნდება და აქაც კი სადაც არის ძალიან შეზღუდული რაოდენობით არის, რადგან +10 გრადუსის ქვევით იღუპება შავი ჯარისკაცის იმაგოც, ანუ ზრდასრული ფორმა, ლავრებიც, ლარვებიც უკაცრავად და კვერცხიც. ასე რომ ფართოდ გავრცელების პერსპექტივა ამისა შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს. არადა ეს არის ეკოლოგიისათვის ძალიან მნიშვნელოვანი მწერი, იმიტომ რომ მისი გადამუშავებული თქვათ ნებისმიერი ორგანიკა არის გაცილებით უკეთესი სასუქი ვიდრე ბიოჰუმუსი და რაც მთავარია, გადამუშავება ჭიაყელისაგან განსხვავებით ხდება ბევრად უფრო სწრაფად. თქვათ, რასაც ჭიაყელას 3 თვე უნდება, იგივეს აკეთებს. ეს 2 კვირაში და ბევრად უფრო მრავალფეროვანი საკვები ბაზა აქვს, რადგან ძალიან უპრეტენზიო მწერი გახლავთ. გარდა ამისა, ის არის შესანიშნავი საკვები ბაზა და ცილის წყარო მრავალი სასოფლო-სამეურნეო ცხოველისათვის. მათ შორის ფრინველებისათვის, სამრეწველო ფრინველებისათვის. ასე რომ ეს თვლი რომ ძალიან დიდი ბედნიერება, რომ BSF-ი ეხლა საქართველოში არის და გვყავს. მე ვიცი, რომ არიან ამისი ენთუზიასტები, მაგრამ ერთი თხოვნა მექნება, ეცდებით ამის ბუნებაში დაჭერას და ბუნებაში საწყისი ეგზემპლარების მოპოვებას, თუ პროფესიონალი არ ბრძანდებით და ვერ შეძლებთ, თქვათ, ამ ბუზის განსხვავებას, მართალია ძალიან ადვილია მისი გარჩევა სხვა სახეობებისაგან, მაგრამ თუ კონკრეტულად ზუსტად ვერ შეძლებთ ამის სახეობის გარჩევას ბუნებაში, მოიპოვებთ, თორემ შეიძლება მოპოვებული სულ სხვა სახეობა და სრულიად გამოუსადეგარი გამოდგეს. ეს ერთი. და ენთუზიასტებს შეგიძლიათ ამისი კულტურა უკვე თუ სურვილი გექნებათ ამისი მოშენების თქვენი საკუთარი მიზნებისათვის, შეგიძლიათ ეს კულტურა შეიძინოთ მათგან, ვისაც ეს უკვე ჰყავს. მინიმუმ ერთი მათგანი ეს ზუსტად ვიცი, ვისაც ეს კულტურა ყავს, ეს მე ვარ თვითონ. ეხლა სხვას რომ ყავდეს და ამრავლებდეს, ასეთი ჯერ არ ვიცი. მართალია 2 წლის წინ კი არა, კარგა 4 წელიც გავიდა, იყო შეტყობინება, რომ რომელიღაც კომპანია აპირებდა BSF-ის მოშენებას, მაგრამ ეს კომპანია სიმართლე გითხრათ, მე ვერ აღმოვაჩინე არც იმ იურიდიული მისამართია და არც ტელეფონები არ პასუხობს. მაგრამ როგორც ხედავთ, BSF-ი არის, ეს უკვე მესამე თაობა იზრდება ჩემთან. პირველად სულ რამდენიმე ეგზემპლარი მოვიპოვე საფხულში, მერე 2 თაობამ გაიზარდა და ეხლა უკვე რამდენიმე ასეული 1000 მყავს. ეს რასაც ახლა თქვენ ხედავთ, არ არის მთელი გაცილებით მთლიანი რაოდენობა, რაც მე მყავს, გაცილებით მეტი რაოდენობა მყავს სხვა კონტეინერში. ეს იქიდან ამოღებული ძალიან მცირე ნაწილი გახლავთ.
ასე რომ კულტურა გაიზარდა, გამრავლდა, შედგა და ეხლა აწი უკვე დავიწყებ მისი ტექნოლოგიური მიზნებით გამოყენებას, ჯერჯერობით საკუთარი საჭიროებებისათვის. მსურველებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ დამიკავშირდნენ და კულტურას მივაწვდი და გავრცელებაში და გამრავლებაში დავეხმარები. ხალხონდის კარგად ბრძანდებოდეთ.